მოგესალმებით. ოცნება, სამართალდამცავი სისტემა და შერატონ ბათუმი ორკესტრირებულად მოქმედებენ, რომ გიორგი გახარიაზე ჩასაფრებით პოლიტიკური შურისძიების მიზნით დაგეგმილი და განხორციელებული ორგანიზებული თავდასხმიდან გააქრონ დანაშაულის დამკვეთის ბიძინა ივანიშვილის კვალი. ბიძინა ივანიშვილს ვპირდებით, რომ ამ საქმიდან ვერ გაძვრება და ვერავის ზურგს ამოეფარება, როგორც ეს მას ხშირად გაუკეთებია. გიორგი გახარიასთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭება აღმოჩნდა ფიქტიური, რადგან უმთავრესი მტკიცებულების ვიდეო ჩანაწერების გაცნობის შესაძლებლობა არ მოგცეს მათი ექსპერტიზაზე გაგზავნის ყალბი მოტივით. იმ მასალების გაცნობით, რომელზეც წვდომა მოგვეცა, დადასტურდა ჩვენი გამოძიებით დადგენილი გარემოებები. გამოძიება არათუ მუშაობს თავდამსხმელების იდენტიფიცირებაზე, ორგანიზატორისა და დამკვეთის გამოვლენაზე, არამედ პირიქით ფორსირებული ტემპით ცდილობს საქმის გაფუჭებას. საქმეზე დაზარალებული მხარის გარდა გამოკითხულია მხოლოდ ერთადერთი ფაქტის არათვითმხილველი მოწმე, შერატონის პერსონალი. დადასტურდა, რომ შემთხვევის ადგილზე შერატონის ადმინისტრაციას არ გამოუძახებია პოლიცია. პოლიციისთვის შეტყობინება განახორციელა ადგილზე მისულმა ჩვენმა თანაგუნდელმა 01 საათსა და 44 წუთზე. დადასტურდა, რომ გამოძიებას ერთი განჩინებით უკვე გამოთხოვილი და საქმეში ჩადებული ჰქონდა ვიდეო ჩანაწერები და მეორე ამოღების განჩინება დაჭირდათ ვიდეო მტკიცებულების მთავარი წყაროს სრულად ამოსაღებად, რომ მასთან პოტენციური წვდომა შეეზღუდათ ყველასთვის. შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავ ორგანოებთან კოორდინაციაში მყოფი შერატონ ბათუმი სწორედ ამოღების განჩინების მიღებამდე შეგნებულად აჭიანურებდა მასალების გადმოცემის პროცესს. ორივე განჩინებით გამოთხოვილი და ამოღებული ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების ოფმებში მითითებულია დალუქული სახით ისე, რომ საქმეში არ გახსნილა. შესაბამისად, დოკუმენტურად ყოველ შემთხვევაში ასეა, მასთან წვდომა არ ჰქონიათ საქმის გამომძიებლებსა და პროკურორს. დადასტურდა, რომ გიორგი გახარიას საქმეში გამოკითხვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ვიდეო მტკიცებულებები სრულად ამოიღეს შერატონიდან, ხოლო მისთვის დაზარალებული სტატუსის მინიჭება და საქმის მასალების გაცნობა მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც ვიდეო მტკიცებულებები დასამალად გაგზავნეს ექსპერტიზაზე. დადასტურდა, რომ შერატონ ბათუმიდან სახელდახელოდ ამოღებულია პირდაპირ მნიშვნელობით ამოგლეჯილია სერვერული ინფრასტრუქტურა, 36 ეგრეთ წოდებული DVR დისკი, 200-მდე ტერაბაიტი მოცულობის ჩანაწერებით, რომელიც შეიცავს 8 ოქტომბრიდან მოყოლებული სასტუმროს მიერ დამუშავებულ ასობით სტუმრის პერსონალურ ინფორმაციას და მონაცემს. ჩვენი პარალელური გამოძიება აქტიურად აგრძელებს მუშაობას მტკიცებულებების მოსაპოვებლად. აქვე კიდევ ერთხელ უსვამთ ხაზს, რომ ჩვენ არ გვაინტერესებთ ამ დანაშაულის შემსრულებლები, ჩვენი სამიზნეა ამ დანაშაულის დამკვეთი, ამ პოლიტიკური შურისძიების აქტის ავტორი ბიძინა ივანიშვილი, რომლის საქმიდან სუფთად გაყვანასაც ცდილობს დღეს სისტემა. კიდევ ერთხელ ვპირდებით მას და სისტემასაც, რომ ეს ასე ვერ მოხდება და ყველა ადამიანი აგებს პასუხს. მადლობა, თუ შეკითხვები არსებობს, შემიძლია გქონდეთ. გიორგი გახარიას ეს დიპლომატიური პასპორტი ან პრემიერობის შემდგომ და აი მე ხო ეს გიორგი გახარიას გაუქმდა თორემ ან აქვს თორემ თუ აქვს მაშინ როგორ შეცვეთ მაგალითად გაუქმდება ხო, რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზგასასმელია, ეს არის არა მხოლოდ დიპლომატიური აქტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტი, რომლითაც პირდაპირ არის ხაზგასმული, როგორი კეთროვანად არის მიჩნეული დღეს ოცნების ეგრეთ წოდებული რეჟიმი, რომელიც ცდილობს ხელისუფლებად გაასაღოს თავი როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. რაც უფრო დრო გავა, რაც უფრო ბრუტალური გახდება ხელისუფლების მოქმედებები, მით უფრო დამძიმდება ამ ადამიანების საერთაშორისო მდგომარეობა. რაც შეეხება გიორგი გახარიას. გიორგი გახარიას როგორც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, რა თქმა უნდა, ეკუთვნის დიპლომატიური პასპორტი სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა დარწმუნებით რაც შემიძლია გითხრათ, გიორგი გახარიას ამ დიპლომატიური პრივილეგიით არ უსარგებლია არასდროს და ჩვეულებრივი პასპორტით გადაადგილდება, შესაბამისად მას ყველაზე ნაკლებად შეიძლება შეეხოს და არც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს შეზღუდვა. იდარდონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამ დიპლომატიურ პასპორტს თავიანთ თანამდებობას იყენებენ იმ მიზნით, რომ რაღაც პერსონალური დივიდენდები და ბენეფიტები მიიღონ და მე იქ რაღაცა სკანდალები მოაწყონ აბუ-დაბიში თუ დუბაიში და საქვეყნოდ მოჭრან თავი ამ ქვეყანას. აი ამ ადამიანებმა იდარდონ, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპული მომავლის მკვლელობაში არიან, არათუ ეჭვმიტანილები, ბრალდებულებიც და გასამართლებულებიც უკვე ქართული ხალხის მხრიდან. ამიტომ სადარდებელი აქვს ამ ადამიანებს სწორედ და აუცილებლად მოვა ის დრო, როდესაც დიპლომატიური პასპორტებიც აღდგება ჩვენი ქვეყნის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ხელისუფლებას წარმოადგენენ ლეგიტიმურად. ამაში ვარ დარწმუნებული აბსოლუტურად.
წარმოუდგენელია, როდესაც სისტემა დუმს, როდესაც სინდისის პატიმარი ქალბატონი პირველი ქალი პოლიტპატიმარი ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში ზის საპატიმრო დაწესებულებაში და იმ რეჟიმის თავგასულობას აპროტესტებს აი უნიკალური რაღაცა აქტით და მე ჯანმრთელობას უსურვებ პირველში ქალბატონ ზიას და პირველში მოუწოდებ აი ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ რეჟიმს, ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, რომ გამოვიდნენ და მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობები მიაწოდონ პირველში მისი ოჯახის წევრებს და მე საზოგადოებას. ხო გახსოვთ ეს ადამიანები პირდაპირ ფორმით როგორ გამოდიოდნენ და სააკაშვილს აშუქებდნენ კონსილიუმი რომელსაც შევიდა რომელ წუთზე ჩამა ამ ადამიანმა იოგურტი რომელსაც მიიღო და პირდაპირ ფორმით უზარმაზარი 100,000-ობით ლარია ჩადებული იმაში რომ ინფრასტრუქტურა მოეწყოთ სამედიცინო მისი ციხეში. მე მოუწიათ საპატიმრო დაწესებულებიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანა და 3 წელია იქ არის ეს ადამიანი. და მზია ამაღლობელზე ეს რეჟიმი არ გვაწვდის ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს აი ამ რეჟიმის სისასტიკეზე, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით თვითონ მის სინდისია ეს კლავს დღეს სინდისის პატიმარს მზიას ციხეში. ამიტომ მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მისი ბრძოლა, მისი ეს აქტი არ დარჩება, რა თქმა უნდა, შესაბამისი შედეგების გარეშე მე პირველში ვუსურვებ მზიას გამოჯანმრთელებას და დარწმუნებული ვარ, აი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რეჟიმის ყველა ჭანჭიკი, რომელიც მონაწილეობდა მის აი ესეთ ტიპის დასჯაში აუცილებლად აგებს პასუხს. ან თქვენ რას პასუხობთ არის თავის უძველეს რომ თქოს ამ დელეგაციის ფინანსების შესწავლას. ეს დელეგაცია არ გამოხატავს ქართული ხალხის ნებოს. ანტისახელმწიფოები ვიცით რა არის? ჟურნალისტებს რომ სასიკვდილოდ ცემენ. აი მზია რო შიმშილობს და რაღაც ცილის გაწნის გამო რომ საპატიმრო დაწესებულებაში ახდევინებენ და შიმშილით კლავენ ფაქტიურად ამ ადამიანს. თვითონ კლავენ შიმშილით ამ ადამიანს. ეს არის სირცხული. ამ ქვეყნის ევროპული მომავლის კვლელობა არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. აი ამ ქვეყნისთვის ძარცვა და ჩაყოფა მის ბიუჯეტში, ხელის ჩაყოფა და ფათური ამ ადამიანების მომავლის ხარჯზე და ამ ადამიანების კეთილდღეობის ხარჯზე. აი ეს არის ზუსტად სირცხული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ბოლოს 3-4 წლის განმავლობაში, რასაც აკეთებს ივანიშვილი, როდესაც საკუთარი ფულის გადასარჩენად პირდაპირ ვაჭრობს ამ ქვეყნის სუვერენიტეტით. პირდაპირ კლავს ამ ქვეყნის სუვერენიტეტს და ძევლად ყავს აყვანილი. და ამ ქვეყნის ევროპული მომავლით ვაჭრობს. საკუთარი შვილები არ ადარდებს ამ ადამიანს. მის ფულის გარდა ვერ იხურება იქით ვერაფერს. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება და ამიტომ ნებისმიერის გადაწყვეტილება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მიუღია ოცნებას. სწორედ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. ამაზე ისაუბრონ და არა იმაზე დელეგაციის წევრების სტატუსი შეუწყდება თუ არა და თეატრულუკიანი და ის რაღაცა რა ქვია ეს ხალხის ზალის სეფაშვილი იulis თუ არა ევროპაში სტრასბურგში ჩამოსხდებიან, ხო? თვითონ ხო უნდა სტრასბურგში რესტორნებში სასიარულოდ ეს დელეგაციები და ბიუჯეტის ფულის გამოყენება და აბა კითხონ ევროპულ მომავალს რო უკრავენ სხვის შვილებს და მათ სწავლას, მათ კეთილდღეობას, ჯანდაცვის სისტემასთან ხელმისაწვდომობას რო კლავენ ევროპული მომავლის წყულობით, აბა კითხონ ამ ადამიანებს აზრი. და მე ვფიქრობ ძალიან კარგი პასუხი გასცეს დახვედრით ემიგრანტებმა აი რეჟიმის მსახურებს, რომლებიც ამ ქვეყნის ევროპული მომავლის კვლელობაში, ამ ქვეყნის სუვერენიტეტის კვლელობაში არიან ჩართული. სანქციებზეც რომელიც კიდევ უფრო დაახლოვდება და ამის მოლოდინი უფრო უპირატესობას უფრო მაღალი კანცელერები დასავლური პოლიტიკოსების და ამდენად რეალისტური. მე ვფიქრობ აბსოლუტურად რეალისტურია, ჩვენ როდესაც პირველი სანქციების რეჟიმი ჩაირთო და პირველი პაკეტი გამოცხადდა, საუბრობდით, რომ ეს იყო კოორდინირებული გადაწყვეტილება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. აქ შეერთებული შტატები, გაერთიანებული სამეფო და ევროკავშირის წევრი პარტნიორი სახელმწიფოები მოქმედებენ კოორდინირებულად. ნურავის ეკნება ილუზია, რომ საკუთარ მოქალაქეებს გაუსწორდება, მოკლავს, ცემს, ციხეში გამოამწყვდევს, არჩევნებს მოპარავს, ევროპულ მომავალს მოპარავს, სახელმწიფოს კურსს შემოატრიალებს, ანტიკონსტიტუციურად მოიქცევა და მერე მას მიიღებს ვინმე, ან დასავლეთში, ან ცივილიზებულ სამყაროში, არ აქვს მნიშვნელობა ახლო აღმოსავლეთში თუ აღმოსავლეთში. ასე რომ ნურავის ეკნება განცდა, ეს სასანქციო რეჟიმი კიდევ უფრო დამძიმდება, რაც უფრო ბრუტალური გახდება ხელისუფლება და ასევე
ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ხაზი მინდა გაუშვა, რეჟიმის სპონსორებს, რომლებიც ახლა მიყუჩებულების ხედან და ელოდებიან რა როგორ მოხდება. დაუჟელი არ დარჩება არავინ. მათ შორის არც ის რეჟიმის სპონსორები, რომლებიც ამ მთელ სისასტიკეს აფინანსებენ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ იმ სისხლში, რომელიც დაღვრილია რუსთაველის გამზირის ახალგაზრდების სახით, რეჟიმის სპონსორებს აქვს მონაწილეობა მიღებული. დიახ, იმ ადამიანებს, რომლებიც ეცეხავიკი ბიზნესმენები არიან, ბიზნესის ბიზნეს პარტნიორები და ამ ქვეყნის ევროპული მომავლის კვლელობაში პირდაპირ მონაწილეები. მათი პერსონალური პასუხისმგებლობაც აუცილებლად დადგება და როცა ბიზნესი იგრძნობს იმას, რაც უნდა იგრძნოს, იმიტომ რომ ამაზე პასუხისმგებელია თავიდან ბოლომდე ოცნების რეჟიმი, აუცილებლად მოუწევს ბიზნეს ევანშულს ახალი არჩევნების ჩატარება და ამ ქვეყნიდან მისი პარტიის ხელისუფლების მართვიდან ჩამოშორებისთვის მწვანეს ანთება ახალი არჩევნების ჩამოშორება.